თითქმის 2 წლიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ღაზაში ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც გაცვეთილ კარვებში ცხოვრობენ, ცივ ზამთართან გამკლავება უწევს. როგორც ჩანს, რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროგრესი შეჩენელებულია. ჯერ არ დამდგარა მეორე რთული ფაზა, რომელიც საერთაშორისო მმართველი ორგანოს დანიშვნასა და განადგურებული პალესტინის ტერიტორიის აღდგენას გულისხმობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მას ღაზის სექტორთან დაკავშირებული შეთანხმების მეორე ფაზაზე რაც შეიძლება სწრაფად გადასვლას სურს. ნეთანიაჰუ კი, რომელმაც შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ცალკეული შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტთან, არ ჩქარობს შემდეგ ფაზაზე გადასვლას, სანამ ძელვა დაყვანილ რან გვილის ნეშს არ გადმოასვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაში რჩება, პროგრესი მაინც შენელებულია. ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული გვილის ნეშტი კვლავ ღაზაში რჩება. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგი ფაზა კი სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების განლაგებას, ღაზის სექტორისთვის ტექნოკრატიული მმართველი ორგანოს შექმნას, ჰამასის განიარაღებასა და ისრაელის ჯარების ტერიტორიიდან გაყვანას ითვალისწინებს. ისრაელი და ჰამასი პერიოდულად ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. ჰამასის მიერ მართულმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ათობით ადამიანი, მათ შორის 2 კვირის ჩვილი, ჰიპოთერმიით ან ცუდი ამინდის დროს ისედაც დაზიანებული სახლების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოთხოვნაა ტერიტორიაზე მეტი თავშესაფრის მოწყობა და სხვა აუცილებელი დახმარების შეტანა. საგანგებო და შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ არ შეაფარონ თავი დაზიანებულ შენობებს, თუმცა ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად არის ქცეული. რეგიონში ფაქტობრივად არ მოიპოვება ადგილი, სადაც ადამიანს სიცივისგან და უამინდობისგან თავის დაღწევა შეეძლება.